ამ ვიდეოში ნახავთ და გაიგებთ, როგორ გამოიკვლიოთ თქვენი სარძევი ჯირკვალი სახლის პირობებში სრულიად დამოუკიდებლად. თუმცა ეს ყველაფერი ვერ ჩაანაცვლებს, რა თქმა უნდა, ვერც მამოგრაფიას და ვერც რეგულარულ გინეკოლოგიურ კონსულტაციას. ეს ტექნიკა მოგცემთ საშუალებას უბრალოდ რომ თქვენს სარძევი ჯირკვალში ცვლილებები რაც შეიძლება ადრე შეამჩნიოთ და ეს ცვლილებები პროფესიონალთან შესაბამისად გამოიკვლიოთ. პირველი ნაბიჯი არის ვიზუალური კონტროლი. ეს ყველაფერი ხდება სარკეში ჩამოშვებული, აწეული და მენჯზე ფიქსირებული ხელებით. ამ დროს ვაკვირდებით როგორც ვიზუალურ დეფორმაციებს სარძევი ჯირკვლის მიდამოში, ასევე დრილის მიდამოში ცვლილებებს და იქიდან შესაძლო გამონადენს. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს, რა თქმა უნდა, იღლიის მიდამოც. შემდეგი ნაბიჯი კი არის უშუალოდ პალპაცია, ანუ შეხებით გამოკვლევა. ერთი ხელი, რომელ მხარესაც ვიკვლევთ, უნდა იყოს თავს უკან მოთავსებული და მეორე ხელის თითებით ხდება აი ესე, როგორც ხედავთ, ერთი ხაზის მიმართულებით ან წრეებით მაღლიდან დაბლა გამოკვლევა. უნდა ეცადოთ, რომ ამ დროს არც ერთი არეალი არ გამოგრჩეთ, განსაკუთრებულად იღლიის მიდამო და ლავიწის ზედა ფოსო. და რას უნდა დავაკვირდეთ ამ გამოკვლევის დროს, როგორც ცვლილებებს. ზომაში მომატებული ჯირკვლები, რომლებიც თქვენთვის ნაცნობი არ არის და ისინჯება, განსაკუთრებით ისეთები, რომელთა შემადგენლობა, ანუ კონსისტენცია არის შედარებით მკვრივი და მათი ქსოვილში გადაადგილება და მოძრაობა გართულებულია. ამას გარდა კანის რელიეფის ცვლილებები და ასევე როგორც გითხარით, დრილის მიდამოში, ჩაღრმავებები, სეკრეტი ან ნებისმიერი მსგავსი ცვლილება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს პანიკის მიზეზი, ეს არის უბრალოდ იმის ნიშანი, რომ ეს ცვლილება უნდა გადავაკონტროლოთ.